ჯერ რომ ამბობთ ხოლმე, აი მაინც გამომიყვანა მდგომარეობიდან, მაინც გამაბრაზა. ხოდა მეზობელმა რო იყიდა რაღაცა კარგი ნივთი. იმის ბრალი კი არ არის, მე რო შემშულდა. ჩემში რო შური არ იყოს, რაც არ უნდა იყიდეს, ახლა პური რო გადატეხო, თუ ობიანი არ არის. ხო არ გამოჩნდება რომ ობიანი. მაგრამ თუ პური ობიანია, იმის ბრალი კი არ არის, ვიც ეს პური გადატეხა. ანუ ის ესეთია და მან უბრალოდ წარმოაჩინა. ვიღაც რო დახმარებას თხოვს და მე რომ მენანება, მაშინ კი არ გავხდი ძუნწი, როცა მან თქვა რომ იქნება დამეხმარო. მე ძუნწი ვიყავი, მაგრამ მისმა თხოვნამ წარმოაჩინა ჩემი ეს. ანუ გამოჩნდა, გადატეხა პური. გარეგნულად კი იყო კარგი, მაგრამ შიგნითანაც ვეღარ იყო ესეთი, ვერ მიხვდა შინაგანი მდგომარეობა. ამიტომაც აი წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი ასეთ რამეს ამბობს. კეთილგონიერი ქრისტიანი ყოველ საღამოს გამოიკვლევს თავის სულიერ მდგომარეობას. ჩვენ უნდა დღეს ახლა სამწუხაროდ ესეა, რომ იშვიათად თუ ვინმე წიგნით იძინებს, ძირითადად ტელეფონებით და პლანშეტებით ვიძინებთ. როდის უნდა გამოიკვლევს შენი მდგომარეობა? ვერ გამოიკვლევს. უნდა გადადო ყველაფერი და რომ დაწვევი მაშინ მაინც უნდა იფიქრო. მაშინ მაინც. რომ აბა რა ხდებოდა დღევანდელ დღეს. აი შენ როდესაც ახსარებაზე მოვდივარ და ხშირად დამინახია ხოლმე, რომ აი ვიღაცამ სახელდახელოდ მოახია რაღაცას და ესეთ ფუნქციაზე რომ დაწერს ახსარებას და იქვე და მოიტა. ეგ არის ახსარება? ეგ არის ის, რაც ზედაპირზე ჩანდა. აი პური რო გარედანაც რო უკვე წერტილები დაეთყობა იმ ოფისაში, გინდა რომ ამოვიდა. ეგ არ არის ახსარება. ახსარება ისაა, რომ სანამ ვინმე გადატეხავს იმპულსს, შენ თვითონ გამოიკვლიო შიგნით რა ხდება. და ის უნდა შეინანო. და იმითი გამოსწორდება იმ პურის შინაგანი მდგომარეობაც. და ესე განიკურნება. და თუ ამას არ აკეთებს ადამიანი და შეუძლებელია ეს გააკეთოს, როდესაც გართულია 1000 საქმეში. უნდა გააკეთოს მაშინ, როდესაც ის მოიცლის ამისთვის, დაძდება თავისთვის შვიდად წნარად. აი დღეს ესე იგი სამწუხაროდ აი ადამიანი კი აი ხო რაღაც საქმეებშია გართული და სუჩქარობს, ფათიკუტობს რაღაცებს აკეთებს. თავშოთ ავიდა ავტობუსში და 20 წუთია გზაში დრო. 20 წუთი ხო ვერაფერს გააკეთებს, გარდა იმისა, რომ ახლა უნდა იჯდეს. რა უნდა გააკეთოს? და იქ შეუძლია რომ იფიქროს ამაზე, მაგრამ იქაც აბა დააკვირდით. ავტობუსში შეიძლება ისე ახვიდე და ჩამოხვიდე, იქ ვინ იყო ვერ გაიგო. ყველა ტელეფონშია ჩართული. შეიძლება მეზობლებმა ერთად იმგზავრონ და არ იცოდნენ რომ ერთად იმგზავრეს. აი, ალტერნატივა ის იქნება, რომ ალბათ უფრო გაუმჯობესდება ტექნიკა. მაგრამ ეგ საქმეს არ უშველის. ალტერნატივა არის ის, რომ ადამიანი ამაზე დაფიქრდეს. რა მოაქვს მისთვის ამას? მიხდება, რომ სულის და გულის დაღლის მეტი არაფერი არ მოაქვს, გამოფიტვის მეტი არაფერი არ მოაქვს. და თუ ადამიანი ამას დაფიქრდება, მიხდება, რომ სისულელეა, რაში კარგავ დროს. თან სულ ერთი და იგივე, სულ ერთი და იქ ახალი არაფერი არ არის. სულ ერთი და იგივე. თან ისეთი, რომ აი თუ დაკვირვები ხარ, ცოტა დიდი ხანი რომ მოგიწია იმ ტელეფონთან ყოფნა და ეს სამწუხაროდ ეს ჩემი პირადი გამოცდილებიდანაც ვიცი. სამწუხაროდ. იფიტებ. ვერაფერს ვერ იღებ. მაგრამ აი რო ყოფილა რომ წიგნს აიღებ, წმინდა მამის ნაშრომს წაიკითხავ მის ცხოვრებას, რაღაცნაირად შინაგანად ივსები და იქ მაყოფილების გრძნობა გაქვს, რაღაც სხვანაირად ახლა. ამით ივსები და იმით ჩარიელდები.